აი
ძვირფასებო, არ დამიუთოებია, თორე აი, ნახეთ. ორივე, ხო იცით რომ ორი ლეიბი მაქვს მე აქ. გაჩვენებთ ახლა, აი, 1 და 2. ორივე ლეიბი ჩაიტია ამაში ასე ლამაზად. აქ უფრო ღია ჩანს, მაგრამ არის ძალიან მუქი ლურჯი. აქ რატო ჩანს ღია ვერ გავიგე, დაიცა? თითქოს და სელფით უფრო ჩანს, მოკლედ არ ვიცი. ხო და მოკლედ მე ძალიან მომწონს. ვისგანაც ვიყიდე იმას უთხარი, რომ წითელში ან ვარდისფერში კიდევ ერთი თქო და მომიტანოს თქო და მე კიდევ ერთს ვეტყვი, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია. აი ძალიან მომეწონა მოკლედ. ვალაგებ ახლა, თან ნაძვის ხეთს დავდგით. დავალაგებ და მე მოვალ გაბურძგუნილი ვდგევარ. ჯერთმაც კი არ მაქვს დავარცხნილი. გოდე არ ეკიდე და ხო და მოკლედ ესე შემოკარგებო. იმის თქვა მინდა რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. აი ამით ძალიან მომეწონა. 25 ლარად ვიყიდე ეგ. სხვათა შორის თამთამაც იყიდა ოღონდ თამთამ ქალაქში და იქ 30 ლარად მისცეს და მე 25 ლარად ვიყიდე. თამოს დედამთილისგან. ეს გეგას ჩავაცხად და დაგაწვალიერებინებთ რა გავაკეთე. იმდენი საქმე მაქვს. უთოც იქ დავდე რომ შოლკები გავისწორო. შოლკები გავისწორო! მამამია! მაშენიც ახლა გაჩვენოთ. დადიკო სადაა წერილი? მოკლედ წელს დამაცადე წერილს გაჩვენებს ადგილებს. წელს გავაკეთე ასე. აქ უფრო ხშირი იმიტოა რომ ცოტა უფრო გრძელია ეგ ნატურების ფარდა. ხო და წელს გავაკეთე ძირფასებო აი ასე. შაშანა იქეთ მქონდა, იქეთ ფანჯრიდან ჩანდა, მაგრამ წელს ასე გავაკეთე. ჩვენი ნაძვის ხე გამოიყურება აი ასე. სად წაიღე? ქვემოთ არ უნდა დედიკო, ზემოდანაც აიღებს. სადაც მედო იქ დადე. აი აქედან. ხო, წერილი დაუწერა გოდე, მაჩვენე დედიკო. მომე. არ ვაჩვენე, არა დედიკო რო ვაჩვენო, მერე იციო ვინმე აჩუქებსო, შენ შვილებსო და მაგიტო აჩვენეო მიტყვიან და არ ვაჩვენებ. ასე რომ, აი ესე გამოიყურება. ჩემი პატარა ნაძვის ხე და ირემი იქ მაქვს. ესე გამოიყურება ეს ოთახი. მომწონს ძალიან. მაგი დედიკო ფრთხილად არ გააფუჭო. მოშვებულია. ნაიეს. ახალი არაფერი დამიმატებია, მაგრამ ვფიქრობ, გოდე გაუშვი, ჩამოვარდება მერე. არ მიხვიდე, ხო ვთქვი რომ არ მიხვიდეთ მეთქი. და კიდევ უღრმესი მადლობა ლანას. აი ასეთი სილამაზე რომ მაქვს. ყველაფრიანად მარტო ყვავილები და სულ ცოტა მცირეოდენი თუ არის მანდ ჩემი, თორე უმეტესი ყველაფერი ლანასია. და ჩუქარი. 6-7. ეხლა მე აქ უთო. წვიმაში დამისველდა და გუშინ წვიმარი იყო, დღეს წვიმარი. გარეთ აივანზე თლად იქეთ არა. თოკები რომ აქ შიგნით აივანზე იქ
განსაცმელები მქონდა და მუხანდა მირეკა საშინლად წვიმსო შემოიტანეო და არ წვიმს, ხო იცით? იქეთ არ აწვიმდა, სადაც ვიყავით აივანს და უმეტესად იქ მქონდა ხოლმე. მაგრამ აქ გოდე რა არის ხა ლოგიზე რო არ ამძვრალიყავი რა იქნებოდა დე? რა ხელი დავიწკინა რამ ბიჭო. რა არის ზედი ხა ურევთ ამას და მერე всё, არ ეთყობა არსად დალაგებული. რა ბედი მაქვს ხალხო? ვერ ვეუბნები მე ვერავის რომ აი საწოლო თახში არ შეხვიდეთ ან ის არ ქნათ ან ეს არ ქნათ და თუ ვინმე მოდის სულ არეული მაქვს მერე ყველაფერი, იმიტომ რომ ყველგან არიან. სულ ყველგან არ აქვს მნიშვნელობა. აი ესენი ვერ შემილაგებია, იმიტომ რომ მარტო ეს აი გადმოუღიათ ხეს რაღაცები და ეს არის მუხრანისი მარტო. არ ეტევა იქ. ხო და სადმე უნდა მოვიფიქრო. მაგრამ იქ ცოტა რამ შესაკეთებლები მიდევს. ამიტომ ფანჯარა მაქვს. დადიკა, უყურე. სინათლე რო არის. დადიკა, უყურე რა გავაკეთო ახლა. ხო და ჩვენ აზის ხესთან ფოტოები არც გადაგიხია და მე როდის გადავიღე რაღაც მოსს. თოვლის ბაბუს წერილი. პირველი არის წელს რომ ჩემებმა თოვლის ბაბუს დაუწერეს წერილი. გოდე, ჩუსტები ჩაიცი და ეს პირველ სართულზე ჩაიტანე. აი ეს დე, რომ კიდე ვიხმე იქ ჩამოუკიდე თუ მიწური. თორე და იქ დაუკაკუნე და ისე დაუდე. ეს შარალი არ მოწონს უბრალოდ მოხელწელიანია და მაგით. ხო და კედელზე ლურსვანი ხო არის მან? მაგას ქონდა წუხელ სიცხე, აზრზე არ ვარ, ამათ ბანაობა არ უხდებათ. თან ისე არ არის რომ სითბო არ იყოს, ძალიან თბილა ხოლმე და აქ მყავს რომ დავბან მაგის მერე, აი კარგახან 9 საათი მაინც. მერე თბილად ვაცმევ თან, მაგრამ მაინც არ ვიცი. სიცხე მისცა წუხელ. ხეს გეგას წაყვანა მინდოდა ბაღში, მაგრამ ასეთ ამინჩი არ წავიყვანე. სულ რაღაც მიზეზები მაქვს, მაგრამ თუ გამიცივ და არც არაფერი არ მინდა, მაშინ ცეკვაც და ყველაფერი გაუცდება და ეგ არ მინდა. მოკლედ ესე, ეხლა სამაგიერო დათ არ მაქვს გამაგრძელებელი. მოხალისის ხარი რო იყიდე მეთქი გამაგრძელებელი, რომ არ ყოფის და ერთი რანი მომეჭი რა ქუჩელი აი გავაგონე და გამოვიხეციო იქ დავწერო. წესიერად მომიტანა მუხამ სნუპი ვიღაცამ დამიწერა რომ შეჩვევა იცისო და არ არის კაიო, მაგრამ ხალხო საერთოდ ოდრივინი საერთოდ არაფერს არ უშრებოდა გეგას და ეხლა თლად ისე თან ვურეცხავდი, ისე არ მყავს და თან ისე არ ვაწვეთებ რომ ცხვირი ჯერ არ გამოურეცხო. ვურეცხავ ცხვირს ფიზიოლოგიურით, რა თქმა უნდა, აქედან 5 და კიდევ მეორეჯერაც 5-5-ს უკეთებ, იმიტომ რომ არ შველის საერთოდ. ასე რომ მერე ვაწვეთებ. ამას ვაკეთებ დილით და საღამოს გეგას. სულ ეს პრობლემა აქვს, სულ მაგაზე ყვირის კი არ იტყვის ნორმალად, ყვირის რომ ვერ სუნდგა, აი ეგეთი არის და როგორია რომ ისმენდე რომ ბავშვი გეძახის სულ რომ ვერ სუნდგა.
ეხა ეს შევუსხურე, რო გამოურეცხე მაგის მერე და გეგა, როგორ გაქვს სხვირი? სუნთქა? გეგა? გეგა? მოდი დადე. თვალები და გეგა? მოდი და ბიჭო. უნდა ჩამოვხსნა ერთი მოგვედა არ მინდა რომ გამოაჩინე იყოს ეხა მე გაჩვენე ერთი ვანა მიდევს გარეცხილი იქ რაც გაფენილი მაქვს უნდა მოხსნა მე დავკეცო შევინახო იმასაც წავიღებ არ ვიცი და ეხა მეორე პარტია ირეცხება ერთხელ უკვე გავრეცხე და მე დამჩა თეთრეულები ისევ აი ასე ხალხო ძალიან მომეწონა ეს ბალიშის პირი და ზეწარი რეზინიანი ძალიან მომეწონა ძალიან მაყოფილი ვარ 25 ლარის გამო ხიერს რო გქონდეს თან ორი ბალიშის პირი მოყვება და ეხა იან მიყვარს სხვადასხვა მაგრამ არა უშავს იმ ფერისას ალბათ ცალკე თიხოს არ ვიყიდე მე ვერსად მე მგონი ცალკე თიხოლები არ ვიცი თუ იყიდება თან ორიანები არ ვიცი მეორადებში თუ იყოს რამე კარგი ახლა რა ვჭამოთ ჩვენ 2.25 ბანანით გასკდა გოდერძი დღეს წუ არ გამახსენდა გეგა არაურიო წუხელ მომიტანა მუხამ და მე რო ასკეზაზე ვარ თუ ასკეზას ვიცავ რა ვიცი მე მეუბნებით მოკლავს. ვიცი ხალხ, ერთ დღეს მაინც მოვკვდები ასე რომ არა უშავს თან ხშირად მაინც არ ვსვამ. ეს მიყვარს აი ეს ფერი რო აქვს ლურჯი, აი ასეთ ადგილებში. მანგო თუ მარაკუია თუ რაღაცის გემო აქვს, აი ძალიან მაგარია ეს. არც ერთი არ ვარ გავიცი ხალხო მესმის, მაგრამ შიგადაშიგ რაც არის ეგარი საჭმელს გავამზადებ რამეს ეს კიდე უნდა დავაპატარავებინო დიდი მაქვს ძრება ნახევარი ზომით ან ერთი ზომით აიყურეთ დავაპატარავებინე ეს იყო 20 ზომა 20-დან ჩამოიყვანა იმ კაცმა 7-9-მდე და ალბათ 17-მდე ჩამოვაყვანინე 20 ლარი უნდა. და იმ 20 ლარში შედის მერე განახლება ამის გაწმენდა თუ რას არის მოკლედ და სულ ახალი ვითარი მერეო და მითხრა გაკეთებ, მაგრამ შემეჟინდა რა სუსავს ღმერთმა უწყის თქო და მუხანის რო დავეკითხე და არაფერი არ მითხრა, მერე არ იმოსქენი. მოკლედ ესე წელს სოფელში კი მინდოდა წასვლა წავალთ მაგრამ ლიკა მელაპარაკებოდა წუხელ და შენთან ვაპირებდო მოსვლასო ხო იქნებითო სახლშიო ხო და პირველში ვიქნებით მაშინ ხარი რომ მაშინ პირველში ვიქნებით და ორში ერთად წავიდეთ თქო ანუ შენს მას ხარიო რომ ერთი წელიო მივიდეთ თათიასთან სტუმრად იმიტომ რომ ყოველ წელს ყველასთან იქით დავდივარ ხო იცით რომ ყველასთან იქით დავდივარ გამეხარდა თუ მოვლენ ძალიან კარგი იმიტომ რომ მაინც ყველაფერს ვაკეთებ თუ რამე მაქვს განსხვავებული და არიქა და პოი არა ვარ მაგრამ
რაც მაქვს სულით და გულით უმასპინძლებ ეხადა. რაც არ არის ვერსაიდან ვერავაფრე იცით. ხო და ისე ჩემოკარგებ. კარგი იქნება. ორში ბედობა არის, ბედობას წავალთ და ჭრალში წავალთ. მე ერთი დღით საჩინოშიც მივალ და მე კიდევ გეგმაში მაქვს ერთი ადამიანის მონახულება. იმედი მაქვს მოვახერხებ. ყველაფერი რაღაცაზე არის ხალხო დამოკიდებული და ამიტომ მე ასად ისე გასვლა არ მიყვარს. ასე რომ მე აქაც სამეგობრო რო არის შავშან საერთოდ არ ველოდებოდი ისე. ხო, რამოდენიმე პატარ-პატარა საჩუქარი რო გამიკეთა, მეც მინდა რომ რაღაც გავუკეთო მაგალითად. ხო და ეს ვერავის ვერაფრით ვერ გავაკვირვებ, არც არაფერი არ უყვირს ეს ადამიანებს, მაგრამ ისე, მოკლედ რაღაც მაგაში და იმედია რომ გამომივა. იმედია. წავედი ახლა. ნაძვის ხის აწყობის ვიდეო გადავიღე, მაგრამ ისეთი ხმაური იყო ჩემთან. მე არ გიყვართ, ვიცი რამოდენიმე სულ მიწეს, რომ აი მას ბავშვები გაგეჩუმებინა, რაღაცა ასე ისე და ნაძვის ხის აწყობა ერთად ვცდილობდით და ამიტომ რა თქმა უნდა სულ არის ჩემთან ხმაური. და ყოფილიყო სულ მთელი ცხოვრება. ბავშვების შეიამული, ამას არაფერი არ სჯობია. დავაჩქარე მუსიკა დავადე, რასაც ვადებ ხოლმე. ხო და იმას აგიტვირთავთ. ვიმატებ ახლა ამას. ესე ჩემოკარგებო. გეგას არ ვიცი, ღონისძიებაზეც მივაღებინებ თუ არა მონაწილეობას. ესე თუ იქნა და თუ არაფერში არ მიიღო მონაწილეობა, ნუ ვარჯიში, რასაც ქვია, თუ არ იქნა, აი ამან რეპეტიციასავით ვარ გაიარა, მე იქ კი არ დაბნეულა, მაინც უყურებდა ბავშვებს და იგივე საკეთებდა, მაგრამ ცოდო ამას. გეგა, მოდი და აბა. ეხა გეხვეწებით, მაგ ფარდიდან წინ და უკან სიარული არ მინდაჯე. რა იზის? მოყევი და გეგა, შენი ლექსი მოიწია? არა, ბავშვებისთვის არ შეიძლება დევი. ჯერ დევი რო ხარ ის თქვი. ნაცერქექი. გამარჯობა, ნაცერქეკია. ირეგინა, შენ ყველები. ყველები გამაკვეთედო. გოდია, შენი მონარი არავინ არის? აგერა. ოჩა, დადე არა ის მამიკოს აჩუქა ვიღაცამ და იქ იყოს. ხა მაჩუქა მე ვიღაცა. მეორე გეგა ლექსი მაინც იქიდან გაძურა. ბიჭოს გოდეცი ნუ დადიხარ მეთქი იმ ფარდიდან, ბიჭო. ღმერთო. მოდი გეგა, ლექსი მომიყევი. გეგა მეთქი. თქვენ რაღაცა ამ ბოლო დროს ჩემი საერთოდ არ გესმით. მოდი. მოდი. ხო ეხა რა არის? ცხვირი როგორ გაქვს, სუნთქავ? აბა პირი დახურე და ისუნთქე თუ სუნთქავ. სუნთქავ? აინც უჭირს სოთა. ახლა მიდი და მომიყევი ის ლექსი. ინგლისური. ინგლისური სამასწავლე. ხო? ოიზონზე ნაკურიზეა. Since buggies მასწავლებელს გული გაუხარიზეა. გამხალიშეო. ოჩახე. აქედან გადიგთ ხო, გეკა? აქედან გადიდე ფანტის ქვეშ ნუ უცურებით სულ. აი. წავედი. ბედნიერს მშვიდობიან ტკბილ დღეს გისურვებთ ყველას.